მოგესალმებით როგორც ყოველთვის, ხო, სასწავლო ცენტრიდან. ესეთი მშვენიერი პეიზაჟებით. კი ბატონო, თანვარჯიშები, სიამოვნება. რატომაც არ როცა გვეძლება ამის საშუალება და რესპექტი გიორგის. მშვენიერი გასათობი ზონა და მშვენიერი მოგონებაა, ხო? კაი დიზაინით. არა? ჩვენი მიმართულება დღესდღეობით ისაა, დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ მზის კოლექტორების რენტაბილურობა ეს არის good, very good, ხო? რა ვიცი, ადამიანები ფიქრობს, როცა ყოველს ხო, დავზოგოთ და ამასობაში 10, ხო 10 საათი არის. აუზის წყლის ტემპერატურა ამ შემთხვევაში გვაქვს 28 გრადუსი. დილის 10 საათია მეგობრებო. და ცხელი წყალი პროცესებში ვართ კუნძული. ჩვენი საქმე უკვე არსებული საქმე უკვე გვაქვს, ხო? ამასობაში 50 გრადუსი არის ბოილერი გაცხელებული. საფრებს არ ყვები და მზის კოლექტორები ჩართულია. ამასობაში მუშაობს ბოილერის გაცხელებაზე. 61 ვაკვირდებით, ხო, იმედია ჩანს ანარეკლით 61, 62 გრადუსი. დილის 10 საათია ჯერჯერობით ჩემ პატივცემულებო. თეორია ზუსტად ეს არის ბოილერის ტემპერატურა 50 გრადუსი. მაგრამ ნახეთ 50 გრადუსი გვაქვს, აი აქვე მოდა განსხვავება. ამასთან ზარმოიდგინეთ არის ეს თერმომეტრი ცოტა არის ეგრეთ წოდებული დასაკორექტირებელი, ვინაიდან მაინც ჭირდება, ხო? ყველა 12 თერმომეტრს ჭირდება აი არსებული, ხო? უკანა გეგზოდებული სარეგულირო და ჭირდება მას კორექტირება. ვინაიდან აი, ხო, ფაქტიური მხარე აგერაა, ხო? 50 გრადუსი. ამასობაში კიდევ ჯერ ვიზახი გვაქვს. არ ყვები, ხო? 9:56. 10 საათს არა ჯერჯერობით, ხო? 4 წუთი კიდე გვაქვს. ამასობაში წარმოვიდგინეთ, აუზი გავთვალე 22 გრადუსზე. დილის 10 საათი კიდე ჯერ ვიზახი. თელი ღამე წინ იყო. ამასობაში ბოილერის წყლის ტემპერატურა გვაქვს მომზადებული ჩვენ პატივცემულობას სანამ გავიღიზებთ, ხო? საზოგადოება მაინც უმეტეს შემთხვევაში მიჩვეული არის რაღაც 11 საათისკენ სალამყავა, ხო? ევროპელები ვარციმო, ხო? რა ვიცი, ეგრე ჩვენც უნდა ავუწყოთ რეალობას, ცხვირში უნდა ვილაპარაკოთ და ასე შემდეგ, ხო? ამასობაში გვექნება 60 გრადუსზე უკვე გაცხელებული წყალი, რატომაც არა. კიდევ ჯერ ვიზახი, ეს არის მზის კოლექტორების მართვის ბლოკი. ზემოთაა, ხო, არსებობს პარჩი გვაქვს ზემოთ მზის კოლექტორები ამასობაში 380 მილაკი წარმოიდგინეთ, ხო? 80 მილაკი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ამასობაში არსებულ პარჩი, ხო? როგორც აღინიშნა და კიდევ გავიმეორებ, გვაქვს იატაკის გათბობა მთლიანად რადიატორების გარეშე, მოემსახურება იატაკის გათბობას ზამთარში წარმოიდგინეთ, ხო? აი, ჩვენ აი მოწყობილად რასაც ქვია პირველად მეორადი წრე, ჰიდრაულიკას ახლა აღარ შევეხები, ცხელი წყალი გვიქნება პრიორიტეტული და აუზის გათბობა. მეტი რაღა უნდა დაზოგოს ახლა ამ დავუცილო მზის კოლექტორებმა და მზის ენერგიამ არ ვიცი, ხო? ამასობაში, ხო? აგე ეს ადამიანს ჭკვიანი არის, აი უფრო ეს სამ. ხო? მეტი რაღა უნდა დაზოგოს ამასობაში, როცა აი ამ ხელა აუზს ათბობთ, ხო? ქვაბის გარეშე. 28, 29 დღის მანძილზე წარმოიდგინეთ 31-32 გრადუსამდე ადის. რა ვიცი, ხო, როგორც ყოველთვის ჩვენ ვიძახით, თქვენი საქმეა. დაგვიჯეროთ უმეტეს შემთხვევაში, მის დაგვიჯერო, ხო იცი, წინ წაიწევს, წინ წაიწიაო. ვინც არა და ჩარჩა, სარტი